ღმერთი, რომელიც აბსოლუტურად მიღმიერია, წმენის მიერ შეიმეცნება და მასთან დამყარებული კომუნიკაცია ჩვენი ფსიქოსომატიკითაც განიცდება, ოღონდ განიცდება გამოუთქმელად, გონება მიუწვდომლად და გამოუთქმელად. მაგრამ განიცდება. ეს სხვა არაფერს არ ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ასე დროს იწყება ჩვენი ადამიანური ბუნების განღმრთობის პროცესი, როცა ჩვენ უნდა ღვთის ტაძრად გარდავისახოთ, რომელშიც ღმერთი იცხოვრებს. ჩვენ უნდა ღვთის ტაძრად გარდავისახოთ, შესაბამისად ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი მისტიკური სიღრმე უნდა გარდაიქცეს თითქმის ზეცად, რომ ზეცასა და ჩვენ შორის განსხვავება აღარ უნდა იყოს, იმიტომ რომ ზეცა არის იქ, სადაც ღმერთი გიებს და ჩვენთანაც ღმერთი გიებს, როგორც ივანეს სახარებაში უფალი გვასწავლის და როგორც შემდგომ ამას განმარტავენ წმინდა მამები, რომ ეს ამას ნიშნავს, რომ ჩვენ შიგნით ღმერთი ცხოვრობს, ესე იგი ჩვენსა და ზეცას შორის განსხვავება არ არის. და ბუნებრივია, რომ ეს ვერ მოხდება ისე თუ ჩვენი არსებითი ცვლილება არ დაიწყო, ეს ონტოლოგიური ცვლილება ქვია ამას. ანუ ჩვენ თუ ნელ-ნელა არ მივემსგავსებით იმას, ვინ ჩვენთვის მოვიდა ადამიანად და მისი ბუნების სრული განღმრთობა სახეზეა, როცა ის ამაღლდა ზეცად. იესო ქრისტეს ადამიანური ბუნება ისეთი ხო აღარ არის, როგორც იყო, როგორც ჩვენნაირი იყო და ჩვენნაირი აღარ არის. აღარ არის ის ჩვენნაირი. ჩვენნაირ ბუნებას არ შეუძლია დაიტიოს ტრანსცენდენტულ ყოფიერებაში ყოფნა. გესმით? და ჩვენ ხვდებით მისნაირი, თუ ჩვენ სწორასულიერი ცხოვრებით ცხოვრობ. აი ეს არის რწმენა. რწმენა ადამიანს ცვლის, მთლიანად ცვლის. და ახლა უკვე სხვანაირად დავსვათ კითხვა. თუ რწმენა ადამიანს ცვლის ონტოლოგიურად, არსობრივად, სხვა ქმნილება ხდება ადამიანი. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ანუ ეკლესიაში რო ადამიანი მოდის, კი არ უნდა გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. ზოგს ხო ესე გონია, რომ მოდის და ხო უკეთესი უნდა გავხდე და ხედავს, რომ მართლა უკეთესი ხდება, რაღაცებს აღარ ჩადის, რასაც ჩადიოდა. ეს არ არის საკმარისი. ადამიანი უკეთესი არ უნდა გახდეს, ადამიანი სხვა არსებად უნდა გარდაისახოს. თავიდან იშვა, სხვა ქმნილება უნდა გახდეს. რა უშლის ამას ხელს? ჩვენი თავისუფლება, როცა ვეწინააღმდეგებით ღმერთს, უნდა დაუთმოთ ღმერთს. დაუთმოთ, მივცეთ მას ჩვენი თავი. აჰა უფალო, რაც გინდა ის უყავი ჩვენ თავს. ჩემი პიროვნული არჩევანია გეძებო შენ, ხოლო ჩემ თავს ამ ქვეყნიური ცხოვრებით თურთ, რაც გინდა შენ ის უყავი. ამას ნიშნავს სასუფეველი ეწება და მამამ ყოველივე იცის, თუ რა იგიხ თქვენ.